ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მამუკა ხაზარაძის ახალი ინიციატივა, რომელიც ერთიანი პლატფორმის თბილისის სამოქალაქო შტაბის შექმნას გულისხმობს, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ნაციონალური მოძრაობა პოზიციას არ ცვლის და კვლავ უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე. პარტიაში მიიჩნევენ, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას ეცდება და ამ პირობებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არ აქვს. სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გახარიას გუნდი მიესალმება ლელოს გადაწყვეტილებას და მათთან თანამშრომლობასაც განიხილავს. მართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან იმართება, მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და მიზანი მხოლოდ დესტრუქციის შემოტანაა. მამუკა ხაზარაძემ ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თავად ყველა კომპრომისისთვის მზადაა და ეს ბრძოლა უნდა იყოს ზეპარტიული. ასევე ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება. კოლეგებსა და პარტნიორებს შევთავაზეთ მსჯელობა იმის შესახებ, თუ ღირს თუ არა გამოვიყენებთ თვითმმართველობის არჩევნები როგორც ბრძოლის ერთ-ერთი პლატფორმა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს დისკუსია, როგორც იცით, გართულდა ღია სივრცეში, ამიტომ ჩვენ ღია სივრცეშივე სამსჯელოდ შემოვიტანეთ ჩვენი ვერსია, როგორც პოლიტიკური ფიგურები გავიწევით გვერდზე, დაუთმობთ ჩვენს ამ პლატფორმას, ჩვენს ინფრასტრუქტურას და რესურსებს, სამოქალაქო სექტორს, ჩვენ საზოგადოებას და საზოგადოებრივი ფორმირება მოვახდინოთ სის. მე მგონია, რომ ჰომო საპიენსები ვართ, საღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, ჩემი აზრით და მსჯელობა არასდროს არ ყოფილა ხიხია. ლელოსთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და პირიქით აქეთ მოუწოდებთ მას, რომ შემოგვიერთდეს ჩვენს პოზიციაში და ერთად ვიბრძოლოთ ამ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფს. ამ პარტიებთან ჩვენ რომ ვერ ვიქნებით კოალიციაში, ეს თქვენ იცით. ამიტომ თავაზობთ, რომ მოდით შევთანხმდეთ პოლიტიკურად ნეიტრალურ საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატებზე და იქნებ ეს იყოს ჩვენი ერთიანობა. მიამიტობა იქნებოდა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, გაჯიუტდნენ და არ აღიარონ, რომ ის, რასაც გვთავაზობს რეჟიმი, არის მათი სცენარი, როდესაც ვამბობთ, რომ ამ რეჟიმთან არ უნდა ვითანამშრომლოთ, ეს რეჟიმი არ უნდა ვაღიაროთ, შესაბამისად არც მის სპეცოპერაციებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჯერ ეს რეჟიმი უნდა გაუშვა, აიძულო, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას, თუნდაც მეტნაკლები ნორმალური არჩევნებისთვის და მაშინ რა თქმა უნდა არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებს. თითოეული მათგანი. შეიძლება ორად გაყვნეს ხალხი. რადიკალებს უთხრან, რომ თქვენ ხმამაღლა იყიდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ და რაღაც ნაწილს უთხრან, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ტაქტიკაა ძალიან გაშიფრული და სასაცილო. ხომ ხედავთ ისინი ქვეყნის სამართავად და ქალაქების სამართავად და რეგიონების სამართავად კი არაფერებენ არჩევნებში მონაწილეობას. კრიზისის შესაქმნელად. მე ხომ არა ვთქვი თვითონ თქვენს. ერთი შემილია უთხრა ნებისმიერ ამოთხი რადიკალური პარტიიდან ნებისმიერს კოლექტივ ნაციონალურ მოძრაობას, რომ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაავალონ გარე უფროსებმა. ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64 მუნიციპალიტეტში. მათ არ მიიღეთ საპარლამენტო არჩევნებში მუშაობა, როდესაც 61 მანდატი ჰქონდა და პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ამორჩევლებს. შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამორჩევლებს, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და ამას დაამტკიცებდნენ და ფიზიკურად ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადეს. შემდეგ მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს, რომ პირდაპირ ეთერებში მოურიდებლად საუბრობენ, რომ იმდა თუ არა ქვეყანა უნდა აღმოაჩინოთ ეკონომიკურ დესტაბილიზაციაში და რაღაცა კრიზისი უნდა გამოიწვიოს და უამრავი ფაქტორი არის, რამაც გამოიწვია მათი რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება.